სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე საშინელი სამჟავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბოლოცვას, კურთხევას. როგორც იცით, დღევანდელი დღესასწაულის ისტორია მართალ სვიმეონს სული წმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლება, სანამ არ იხილავს თავისი თვალებით თალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მე-40 დღეს, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწულმა, ღვთისმშობელმა ჯულში დადგენილი წესის სამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც და მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა იგი, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც ჩვენ დღესაც ვიმეორებთ. აც განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. ესე იგი, რა კი მე ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს. ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანნაც, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ. აი, ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული. მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის ახალ აღთქმასთან და ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული. და ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში. ის ხდება დიდ განსაცდელში, შნეულებაში. ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით. ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს. მაგრამ განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში. მაგრამ აი, სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენ სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, რომ დავინახოთ უფალი და დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. აი, მაშა სადამე
გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მიუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ჩვენ ხშირად ლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. და აი ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში. მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. და ეს შეხვედრები უფალთან ჩვენ გვეძლევა ასევე როგორც საწინდარი ძვირფასო ძმებო და დებო იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ, აი დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი. და აი ამ შეხვედრის გამო უფალი ჩვენ გვამზადებს, ამ შეხვედრის გამო წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღრავს. და ეს შეხვედრა ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. და ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნებასურვილზე. ამ ცხოვრებაში შეიძლება შეუგნებლად თუ შეგნებულად უგულებელს ყოფდეთ ჩვენ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ის აი ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია, როგორც გითხარით და არ არის დამოკიდებული იმაზე ჩვენ გსურს თუ არა და მზად ვართ თუ არ ვართ მზად მისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო მირქმის დღესასწაულს, შეგვეციოს უფალი, რომ ღირსეულად განვლოთ ჩვენი მიწიური ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი აცგანუტევე. ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები, წადით ჩემგან წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ, არამედ მისი მოწყალე სიტყვები, მოდით კურთხეულნო, მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამიდან სოფლისა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.